საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავებში დიმიტრი ერმაკოვის 25,000-ზე მეტი ცალკეული ანაბეჭდი, 20,000-მდე მინის ნეგატივი და 119 ალბომია დაცული. იშვიათი ფოტოკოლექცია მოგზაურობას, პორტრეტებს, ყოველდღიურობას, ქალაქს, მის არქიტექტურას, მთელ ისტორიას და იმ ღირებულებებს ასახავს, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ დღეს ფოტოგრაფის ყველაზე მასშტაბური ექსპოზიცია გახსნა მარიამ ყანჩაველი ეროვნული მუზეუმის მნიშვნელოვანი ფოტოს საგანძურის შესახებ. ამოსახულია სპარსეთის შახი ნასრედინი. მან პირადად მიიწვია დიმიტრი ერმაკოვი და რის შედეგადაც დიმიტრი ერმაკოვი გახდა მისი პირადი ფოტოგრაფი. ამ ფაქტმა საშუალება მისცა დიმიტრი ერმაკოვს გადაეღო შახის ოჯახი, შახის ცოლები, შახის შვილები და ასე შემდეგ და ასევე შახის ჰარემი. პერსონები, მოვლენები და მთელი ეპოქა ერმაკოვმა დღეს უკვე სამუზეუმო ექსპონატებად ქცეული ამ ფოტოაპარატებით ასახა. შემონახული ნეგატივები ქვეყნის ნახევარ საუკუნოვანი განვითარების თვალსაჩინო ქრონოლოგიურ სურათს იძლევა. აქ ყოველი კადრი წარსული და მისი ისტორიაა. ამ არაჩვეულებრივ ფოტოებში გამორჩეულად მიყვარს ეს ფოტო, იმიტომ რომ ჩემთვის არის იმის ახმა, რომ იყო და არა იყო რა. მანთობის კუნძული, რომელიც იყო და ახლა აღარ არის. არა და ფოტო სწორედ საწინააღმდეგო რაღაცას ამტკიცებს. ამტკიცებს იმას, რომ რაღაც შეიძლება გააჩერო წამი, გააჩერო და მარადისობად აქცი. ანუ წამი, რომელიც მარადისობად არის ქცეული, ერმაკოვმა ეს დაგვიტოვა და ფაქტობრივად აი ის, რაც მე აღარ შემიძლია თბილისში ვნახო მის ფოტოებს და ეხლა დღეს შემიძლია ამის ახმა. ეს შედევრი, ფაქტობრივად ჩემთვის ბრეიგელის დონის შედევრია. ბრეიგელი მხატვრობიდან, აი ჩემთვის მხატვრობა მთავარია. როგორ აშენებს კომპოზიციას, აი დიაგონალი როგორ გაჭრა, ტონალურად როგორ განასხვავა, მე ფიგურები როგორ განაწილდა და სიღრმეში როგორ ანთავსებს ამ ფიგურებს. ყველაფერი გააზრებულია, ყველა ხაზი გათვითცნობიერებულია, გაშინაგანებული. აი საერთოდ დიდო სტატუსი. 26,000-მდე ცალკეული ანაბეჭდი, 16,000-მდე მინის ნეგატივი და 119 ფოტოალბომი დღეს ეროვნული მუზეუმის უნიკალურ არქივს ქმნის. 11 წლის განმავლობაში უმდიდრეს კოლექციას ეროვნული მუზეუმისა და ნიდერლანდების ფოტომუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში რესტავრაცია, კონსერვაცია და ინვენტარიზაცია უტარდებოდა. მსოფლიო ფოტომატიანეთ აღიარებულ კადრებს ამ გამოფენამდე ნიდერლანდების ფოტომუზეუმმა უმასპინძლა. იმდენად უნიკალური და საინტერესო ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომ არა მხოლოდ ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ადამიანებს, არამედ ისტორიკოსებს და დარწმუნებული ვარ, ეთნოგრაფებსაც დაინტერესებს ძალიან. აქ არის ის ფოტოები წარმოდგენილი, რომელიც ასახავს მთელ ეპოქას და მთელ გეოგრაფიულ რეგიონს და უნდა გითხრათ, რომ ძალიან ცოტა მუზეუმია მსოფლიოში, რომელსაც აქვს ესეთი კოლექციები, რომელიც არის ნამდვილად უნიკალური ცოდნის არქივი. დიმიტრი ერმაკოვის ფოტოობიექტივმა ასახა ათეულობით პორტრეტი, ყოველდღიური ყოფა, ურბანული არქიტექტურა, ინფრასტრუქტურა, ომის თემა და ყველა ის პატარა დეტალიც კი, რაც ისეთივე მასშტაბისაა, როგორც დღეს მისი მნიშვნელობა. ამ საგანძურში ყველაზე უნიკალური მაინც მე-19 საუკუნის საქართველოა.